წმინდა თეოდორე სტუდიელი ორშაბათსა მეექვსესა შვიდეულისასა ვერაგობისათვის მზაყვარისა მის გველისა და ვითარმეთ ჭეშმარიტითა სიმდაბლითა და გზასა სამეუფოსა სვლით განვერნეთ მისთა მათ მრავალსახეთა მანქანებათაგან. გვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, დღეთა ამათ შინა წმიდათა ყოველთავე თანამაც სწავლად, უფროსღა აწ მოსრულთა ამათ, ვითარცა ადრიდგან უსმენელთა უძლურთა ამათ სიტყვათა ჩემთა. ხოლო რაი არ სიტყვა ჩვენი, რათა ღირსად წოდებისა ჩვენისავს ცხონდებოდეთ, ყოლითა ღვთისმსახურებითა და სიწმინდითა, ვითარცა შვილნი მორჩილებისანი, და ნუ თანახად ვექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა ჩვენისა გულისთქმათა, ნუცა დაახსნებით სიმტკიცისაგან მოღვაწებისა ჩვენისა. ხედავთ განახა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რამე თუ ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, რათამცა ვინშ თანთქა და უფროსღა აწ ვინაიდან გვხედავს ჩვენ დევნულებისა მიერ განყოფილთა. უმეტეს ზედა დაგვესხმის და ისწრაფის წარტაცებად სულისა და სურის წარწყმედა იჩვენი. არამედ ჩვენცა ყოველსა ჟამსა და ყოველსა ადგილსა განვიღვიძოთ და განვიფრთხოთ და შევიზღუდნეთ საღმრთოთა მცნებათაგან და ესრეთ ადგილი რა ვერ პოვოს ჩვენ შორის სირცხვილეული წარვიდეს. ხოლო უკეთუ პოვოს ადგილი, უმეტესიცა ხელყოს და არასადა დააცადოს, ვიდრე მდის მოჰკლას და წარწყმიდოს. ანუ უმეცარ ვართა თუ რაოდენი წარუწყმედიან დასაბამიდან სოფლისად. არა თავადი იგი პირველი კაცი სამოთხით განხადაა, აც თუნა რა იგი გემოისა მიერ. არა ძემისი კაენ ძმის მკვლელად აღჭურაა, არა იუდა მოციქულთა კრებულისაგან მოჰკვეთა და ყო იგი გამცემელ ყოველთა ცხოვრებისა. არა სხვანი ბევრეუნი, რომელთა არა არს რიცხვი სიკვდილსა მისცნაა. და აცცა იგივე არს, რომელი უმზირის და აცთუნებს და კნიღა და ყოველთავეშ თანთქამს, რომლისაგან განრომაი ფრიადცა მოსწრაფეთათვის დიდარს და საწადელ, რამე თუ აზმნის, რათა არა ხოლო დახსნილად და შვებით ცხოვრებულნი, რათა მოღვაწებითაცა განკაფულნი დააბრკოლნეს და წარწყმედელად მიიყვანეს, ღონეთა და ტყუილთა და ხელოვნებათა და საცთურთა მისთა სიმრავლითა, რამე თუ მრავალსახეთა და მრავალ ღონეთა მახეთა დამირწყამს ჩვენ ქვეყანასა ზედა, გამოცხადებისაებრ ნეტარისა ანტონისა, რომელთა იგი სიმდაბლე ხოლო თანაწარვლეს. აწ უკვე ჩვენცა მოვიგოთ სიმდაბლე, რათა თანაწარხვდეთ ღონეთა და მანქანებათა მისთა და გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ და ნუ მოვიქცევით აქა და იქი, არამედ წესსა ზედა ვეგნეთ მოცემულისა მისებრ ჩვენ და წმინდისა მცნებისა და შეუდგეთ კვალსა პირველ წარსულთა მამათასა, რომელთა იგი მოქალაქობა ცათაშინა არს. იყავ უკვე გონება ჩვენი განშორებულ ბოროტა გულისქმათაგან, გული ჩვენი იწურთინინ სიტყვათა საღმრთოთა, პირი ჩვენი აღიღებოდენ დიდების მეტყველებად ღვთისა. თვალნი ხედვიდინ მართლ, ყური ნუ შეიწყნარებ სასმენელსა ამაოსა, ხელნი აღიძროდნენ საქმეთ კეთილისა, ფერხნი წესიერად ვიდოდენ, საზრდელი და სასმელი სასწორით იყავნ, ძილი განკანონებულ იყავნ და ნუ უფროს ზომისა, ნუცა ვინ არს უწესოდ მრონინე თვინიერ ჯეროვანისა, ნუცა ვინ არს კადნიერ, რომელი მოატყვევს სიკვდილსა, ნუცა სხვისა რაისამე უჯერობისა მოქმედ, არამედ ყოვლისავე სიწმინდით
და გონიერებით აღმასრულებელ. რამე თუ გულს მოდგინება არა შორს არს ფრიად, დასასრული შრომათა ახლოს არს, ხოლო მოსაგებელი ღვაწლთა დაუსრულებელ და სუფევაი უცვალებელ, რომლისათვის ჰოი ძმანო უფროს და უმეტეს ვიღვაწოთ და დავშვრეთ, რაღაცა თუ მოვძლიერდეთ, რაღაცა თუ დავიძინოთ, არამედ კვალად განვიღვიძოთ, ვაიძულოთ ბუნებასა, მოვაკვდინეთ ასონი ქვეყანისანი, მოვიგნეთ სათნოებანი კეთილნი, რათა წმიდითა გულითა და უბიწოითა ქცევითა აღდგომაი ქრისტესი ვიდღესასწაულოთ, რომელსა ახა ესერა კართა ზედა მოწევნულად ვხედავთ. ამას ყოველსა ზიარად ვიტყვი ჩემთვისსა და თქვენთვისსა, რამე თუ მეცა სწორადვე თქვენსა უძლურებასა ქვეშე ვარ და მისვე ბუნებისაგან აგებულ, რათა ერთობით დაუბრკოლებელად და სულიერად ვდღესასწაულობდეთ აქა თაყვანისცემითა ცხოვოს მყოფელთა ვნებათა უფლისათა და ცხოვრება შემოსილისა აღდგომისათა, ხოლო მერმესა მას საუკუნეთა მივემთხოვნეთ დაუსრულებელსა ცხოვრებასა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.